მათ შორის ძალიან მაღალი ინტერაქტივია და ძალიან ბევრი მწერს ზოგადად ამ მუხთან დაკავშირებით 78 მუხლის თემა რის საფუძველზე ჩაწერა მაშინ ხელისუფლება მიიღო რეფერენდუმი რაიმე კონკრეტული მაჩვენებლების საზოგადოებრივი განწყობისო რაც შეეხება 78 მუხლს მე მიუხედავად იმისა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავ მე მხარი არ დაუჭირე 78 მუხლს კონსტიტუციაში იმიტომ რომ ეს არადემოკრატიული ელემენტარულად კონსტიტუციაში ჩაწერო რომელიღაცა ჯგუფის პოლიტიკური გადაწყვეტილებები გესმით იმიტომ რომ ის უკეტავს შემდეგ სხვა ჯგუფებს უბრალოდ არსებობის უფლებას ართმევს მარტივად რო ვთქვა ხო და ერთი ეს არის რაღაცა კოლონიალური დამოკიდებულება ჩემი გადმოსახედიდან და რაღაცას წერ რომელიღაცა ესე იგი დასავლური იქნება აღმოსავლური ჩრდილოური თუ სამხრეთული ამას მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში აცემენტებ რაღაცას ეს არის კოლონიალისტური დამოკიდებულება და მე და ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირეთ სხვათა შორის მხოლოდ ამ 78 მუხლს ხო არა საინტერესო მართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან აბსოლუტურად ყველამ დაუჭირა მხარი ამ მუხლს და ნუ ჩვენ ორმა არ დაუჭირეთ მხარი. ნუ ახსენი რატომაც. ანუ ჩვენი და ევროკავშირთან ურთიერთობა რამ პირობებული იყო რითი? ეს იყო სხვა ეპოქა მაშინ მთლიანად. ხო? როდესაც ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა დაიწყო, შეიძლება მას დავარქვათ გლობალიზაციის ეპოქა. ანუ ეს არის გლობალიზაციის ევროკავშირი თვითონ როგორც ორგანიზაცია ეს არის გლობალიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული გლობალიზაციის ტენდენციების საფუძველზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას მნიშვნელობა არ აქვს მეც მაქვს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება გლობალიზაციის მიმართ ეს გლობალიზაციის ეპოქა დასრულდა გესმით ეს გუშინ არ დასრულდა რამოდენიმე ხნის წინ უკვე მილევად რეჟიმში იყო და საბოლოო ჯამში დასრულდა და დღეს ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის ეპოქაში. მთლიანად ეპოქა შეიცვალა, ამ წესრიგი იცვლება მთლიანად. ამას თუ ვერ ვაცნობიერებთ და გარკვეული თვალსაზრისით ესე უყურებთ, რომ ესე იგი უცვლელია ყველაფერი და ვიღაცას რაღაცა ეშლება და კანონს არ ასრულებს და ასე შემდეგ, ნუ მაშინ ჩემი აზრით ვინც პასუხისგებლობას აიღებს და არ გაუსწორებს თვალს აი ამ ეპოქალურ ცვლილებას ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს და არავის არ ურჩევა ამის, იმიტომ რომ მისი პირადი შეცდომა თუ პოლიტიკოსია აისახება მთლიანად ქვეყნის მოსახლეობაზე, ხო? ეხლა რაც შეეხება რას გულისხმობ ამაში, ნახეთ მოსკოვის მექანიზმი ახსენეთ, თქვა იქ ეუთოს მექანიზმი ახსენეს და ასე შემდეგ. ეს არის ნახეთ ადრე მაგალითად ქვეყნები ესეთ მექანიზმებს პატივს სცემდნენ, იმიტომ რომ სწორედ არსებობდა რაღაცა გლობალური წესრიგი, რომელსაც საფუძვლად ედო საერთაშორისო სამართალი და ასე შემდეგ. როდესაც შეიცვალა ეს წესრიგი, როდესაც გეოპოლიტიკა გახდა ქვეყნების თანაცხოვრების გამსაზღვრელი, რა თქმა უნდა, უგულოყოფა ხდება ხშირად, ესე იგი, ესეთ საერთაშორისო სამართლის ნორმების, იმიტომ რომ თვითონ დამოკიდებულებები ქვეყნებს შორის არ არის უბრალოდ გლობალისტური, არამედ გეოპოლიტიკურია. გესმით? აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თუ იყო აი ამ ნორმების ფარგლებში, რომელიც ნორმებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და 90-იანი წლებიდან პოსტსაბჭოთა წესრიგის შემდეგ არსებობდა, უკვე გეოპოლიტიკური გახდა თავის ხასიათით. და განსაკუთრებით მე მინდა ვახსენო, მანამდე სანამ ეს ურთიერთობები გაფუჭდებოდა როგორ გითხრათ, აი ეს ნიუანსები, ნახეთ ნიუანსები უნდა არა, მე გეტყვით ერთ რაღაცა, ნიუანსები უნდა ვიცოდეთ ამ ურთიერთობის, ნახეთ. როდესაც ჩავდიოდით ხოლმე ბრიუსელში მქონდა რაღაცაზე მოლაპარაკებები, განხილვები და ასე შემდეგ. მაშინაც კი ქართული ოცნების მიმართ, მაშინ ქართული ოცნების წევრი ვიყავ, მაშინაც კი ქართული ოცნების მიმართ არსებობდა სკეპტიციზმი. იმიტომ რომ ძირითადად მეგობრობის ჯგუფი დაკომპლექტებულია ხოლმე, რადგან საქართველოს მიმართ ინტერესი და ამ რეგიონის მიმართ ინტერესი ბევრად უფრო დიდია, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპელებსა და ბალტიის პირებს შორის დაკომპლექტებული იყო ძირითადად ამ ხალხით, ხო? და მათი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ იყო ყოველთვის სკეპტიკური.